ეს არის დამოუკიდებელი ტელევიზიის მიერ მომზადებული გადაცემა. ვინ იყო იდეის ავტორი? მე ვერ გეტყვით ამის თაობაზე. დამოუკიდებელ ტელევიზიაში პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ამ განცხადებამდე 9 საათით ადრე შეუფერხებლად საშვის გარეშე შევიდა. მას არ შექმნია პრობლემა შესულიყო სტუდიაშიც, საიდანაც გადაცემა პირდაპირ ეთერში გადიოდა. გარეთ კი ამ დროისთვის უკვე იდგნენ ის ადამიანები, რომლებიც მანანა მანჯგალაძის მსგავსად ღია ეთერს ითხოვდნენ. მე არ უდამარღვევინებ სამართალს. დანაშაულის პროვოცირებას ახდე რომ მე არ მიშვები. მე ვალდებული ვარ შევიდე. პრეზიდენტის პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე შემოგვიერთდა, მანანა გისმენთ. პრეზიდენტის პრეს-სპიკერი იმედში იმისათქმელად მივიდა, რომ სააკაშვილი ნანახით აღშფოთებული და შეშფოთებული იყო. პრეზიდენტმა დამირეკა და დამავალა, რომ სასწრაფოდ მოსულიყავი და გაგვეკეთებინა განცხადება, განმარტება პრეზიდენტის დამოკიდებულებისა, რომელიც ძალიან შეშფოთებული და აღშფოთებული იყო იმის გამო, რაც ეთერში გავიდა. მართალია, რომ გააფრთხილეს მათ წინასწარ ხალხი, რომ ეს იყო ინსცენირება. მაგრამ მე მიმაჩნდა რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო წარწერა თელი გამო. დღეს პრეზიდენტი არც ისე აღშფოთებული ჩანდა როგორც გუშინ მისი პრეს-სპიკერი. ბოლნიში ჩასულმა სააკაშვილმა თქვა რომ სანახაობა იმედის არხზე იყო არასასიამოვნო, თუმცა ქართული ოცნების რექვიემი რეალობასთან ახლოს დგას. ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლო იყო რეალობასთან, მაქსიმალურად ახლო იყო იმასთან, რაც შეიძლება მართლა რომ მოხდეს, ან რაც აქვს თავის თავში ტვინში საქართველოს ტერს. იმედის არც ერთ ხელმძღვანელ პირს კომენტარი არ გაუკეთებია. გიორგი არველაძე, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, განმარტებას სოციალური ქსელის საშუალებით აკეთებს. მე მგონი მთავარია იმ უბედურებაზე კი არ ვინერვიულოთ, რაც გვგონია რომ ხდება, არამედ სწორედ შევაფასოთ ის მოვლენები, რაც მართლა ხდება და რაც ხვალ უეჭველი მიგვიყვანს მაგ უბედურებამდე. იმედია ყველანი ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ის რაც იმ გადაცემაში იყო, არასოდეს იქცეს მართლა ტრაგიკულ რეალობად. პათეტიკის გარეშე სხვისი არ ვიცი და მე ვიბრძოლებ. წერს იმედის გენერალური დირექტორი. ქართული ოპოზიციის განცხადებები რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს. ოპოზიციის ერთ ნაწილს ეჭვი არ ეპარება, რომ იმიტირებული ქრონიკა, რომელმაც ქვეყანაში პანიკა გამოიწვია, ხელისუფლების იდეა იყო. უფრო კონკრეტულად პრეზიდენტის. იდეის განხორციელება კი უკვე იმედის ჟურნალისტებს დაევალათ. დღეს თითქოს ხელისუფლება ცდილობს გაემიჯნოს ამ პროცესს, ეს არ გამოვა, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, ვინ აკონტროლებს ამ ტელევიზიებს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ ცენზურად დანიშნული გიგი უგულავა. სხვადასხვა Facebook-ზე ეს გამოჩნდა, აღმოჩნდა, რომ გიგა ბოკერიამ, ლევან რამიშვილმა, თამარა ჩორგოლეიშვილმა და უამრავმა ამ ადამიანებმა წინასწარ იცოდნენ რა ამზადდებოდა და როგორ მზადდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ეს არ იყო იმედის მომზადებული, ეს იყო ხელისუფლების მიერ მომზადებული. ეს სიუჟეტი მხოლოდ და მხოლოდ ტელეკომპანია იმედში არ მომზადებულა და არ გადაწყვეტილა და ეს ავადმყოფური იდეა უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებაშია დაბადებული და მათი დავალება არის მიცემული ტელეკომპანიისათვის, რომ განეხორციელებინა, რა თქმა უნდა, ეს არავის პასუხისგებლობას არ ამცირებს ამ თვალსაჩინით. გოკა გაბაშვილი უმრავლესობის ის წევრია, რომელსაც 2007 წელს ფილმის ნოემბრიდან ნოემბრამდე რეჟისორს უწოდებდნენ. დღეს ამ ფილმსა და იმედის მიერ მომზადებულ იმიტირებულ ქრონიკას შორის ბევრი საერთო იპოვეს. გაბაშვილს ისევ თავის მართლება მოუწია და თქვა, რომ მომავლის ქრონიკის იმიტაციას რიგითი მაყურებლის თვალით უყურებდა. თუ შეიძლება ვინმე ასეთი სიუჟეტის ძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილიყო, ეს არის ხელისუფლება პირველ რიგში და ჩვენ არანაირი მაზოხისტური განცდები არ აქვს, რომ ჩვენ თავს საშინელი ზარალი მივაყენოთ. ეს იყო კონკრეტულად ამ არხის, მე ხა შიდა სამზარეულოს არ ვიცნობ, ამ არხის გინდათ ხელმძღვანელობის, გინდათ გადაცემის ავტორების, გინდათ რეჟისორების, არ ვიცი ვინ აკეთებს ასეთი ფორმით გადაცემებს და მე ვფიქრობ იმაზე, რომ ასეთი ფორმით მიაწოდოს მაყურებელს, მათი ძალიან მძიმე შესთობა. ისინი, ვისაც ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა დააკისრა, ტელეკომპანია იმედში გამთენიამდე დარჩნენ. ტელევიზიის ხელმძღვანელი პირები და ჟურნალისტები, რომლებიც ქართული ოცნების რექვიემზე რამდენიმე კვირა მუშაობდნენ. მათ დილამდე პოლიციისა და იმედის დაცვის გაძლიერებული შემადგენლობა იცავდა.